მოგესალმებით. დღეს არის ჩვენი გადაცემის შემდეგი ეპიზოდი, e-commerce reviews შემდეგი ეპიზოდი და გთხოვთ რომ ჩვენი ვიდეო დალაიქოთ და არხი გამოიწეროთ. დღეს ჩვენი სტუმარი არის კომპანია Plexigoni. Plexigoni ეს არის web developer-ული კომპანია და მისი დამფუძნებელი ლევან პაიჯაძე. ლევან, გამარჯობა, დიდი მადლობა რომ დამთავრდი გადაცემაში მონაწილეობაზე და თუ შეიძლება რომ მითხრა როგორ გაჩნდა Plexigoni-ის იდეა რა, ეს აიდან წამოვიდა ეს ყველაფერი და როგორ დაიწყეთ? პირველ რიგში მადლობა მოწვევისათვის, ძალიან კარგი წამოწყება არის და რასაც უყურე, ძალიან კარგი იყო. რაც შეეხება Plexigoni-ს, ეს დაიწყო უფრო ჰობით. კოდს წერ დაახლოებით 2003 წლიდან, ჯერ ფურცელზე დავიწყე წერა, ფურცელიდან დავიწყე, მაშინ არა კომპიუტერები განვითარებული ეგრე ძალიან და როგორ შემოვიდა კომპიუტერები, მე პასკალზე დავიწყე სწავლა, იქ სკოლაში გვასწავლდნენ და მოგეთ ტექნიკური ბექგრაუნდი მქონდა. და დაახლოებით მეორე-მესამე კურსზე უფრო ღრმად ჩავეძი ამ საკითხს და მე და ჩემმა მეგობარმა თემო ბარათაშვილმა გავაკეთეთ პირველი ჩვენი სტარტაპი, რომელიც იყო ონლაინ ჟურნალი Idea Hub-ი, სადაც ვდებდით ტექნოლოგიურ სიახლეებს და ასე შემდეგ. მან ვისწავლე ძალიან ბევრი რამ. მაგრამ ეს web developer-ული ის იყო მაინც ჩემი ჰობი და ჰობიდან გამომდინარე რაღაც ანიშვითად მეუნებოდა ხოლმე იქნება საით გავიკეთო და ასე ჰობიდან ნელა გამვითარდა როგორც ბიზნესი. გადავიდა ბიზნესში. და გადავიდა უკვე ბიზნესში საკმაოდ აქტიურად, რამდენიმე წელიწადში ჰობიდან იქით გადაეშვა. თუმცა ამ ბოლო ბევრი წლის განმავლობაში იყო სხვადასხვა სტარტაპები, სხვადასხვა პროექტები, სხვადასხვა ბიზნესები და აქეთ წამოვიდა მე უკვე მთლიანი ფოკუსი და ამ ეტაპზე, როგორ გითხრათ, დაახლოებით 15 ქვეყანაში გავაკეთეთ პროექტები. 500-დან 600-მდე ვართ უკვე პროექტების რაოდენობით ასრულებთ, რაც შევასრულეთ. და საკმაოდ ისეთი რა შტამბეჭდა უციფრებია რა. საკმაოდ კარგი რეპუტაცია გვაქვს ყველგან და ვინც ნახულობს ჩვენს პორტფელს, ყველა თავდაჯერებულად არის რომ კარგ ხელში მოვიდნენ. ვა, ძალიან მაგარია. ლევან, რა სერვისები გაქვთ კიდე აი რომ ჩამოვთვალოთ და უფრო დეტალებში რომ მოგვიყვეთ თქვენი სერვისების შესახებ. ვების მიმართულებით თითქმის ყველაფერი. ონლაინ მაღაზიები, რადგან თქვენს თემატური არის, ჯავშნების სისტემები, საპორტფოლიო, სამშენებლო, კორპორატიული, ანუ ვების მიმართულებასაც შეეხება თითქმის ყველაფერში ვართ. ლევან, როგორი არის თქვენი ხედვა თანამედროვე e-commerce ვებსაიტზე? აი როგორი უნდა იყოს დაუშვათ თანამედროვე e-commerce მაღაზია რა ასე ვთქვათ. თანამედროვე e-commerce უნდა იყოს, რაც შეიძლება მარტივი. იმიტომ რომ მომხმარებელს უნდა გაუმარტივო, მიაგნოს იმას, რაც უნდა. როგორც კი ოდნავ დააბნე მომხმარებელს, ეგრევე გადის საიტიდან, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ასევე საპორტზე, რავი, 100-მდე ონლაინ მაღაზია მაინც გვაქვს საპორტზე. რაც ნიშნავს იმას, რომ 100 ონლაინ მაღაზიის სტატისტიკას უყურებთ, რა შვებიან, როგორ შვებიან, ანალიტიკას გვაწვდიან კომპანიები, რა თქმა უნდა, მომხმარებელი შემოვიდა ამ გვერდზე და ამის მერე არაფერი არ გააკეთა და მე ვიკვლევთ რატო არ გააკეთა და ვაკეთებთ ამ ყველაფრის ოპტიმიზაციას. და ამ data-ს რო უყურებთ, უკვე იმდენი დაგროვდა, რომ რაც შეიძლება უნდა გავამარტივოთ მომხმარებლის ხვიდის პროცესი და ზედმეტი ბარიერები არ უნდა შევუქმნათ. უფრო UX UI-ს მიმართულებას აქცევთ ყველაზე დიდ ყურადღებას, ხო? კი. და განლაგებას როგორ გააკეთე პროდუქციის დახარისხება, კომპანია რომელიც ჩვენთან ამ ყველაფერზე ჩვენ ვასაპორტებთ, რომ რასაც განათავსოს საიტზე, იყოს განთავსებული ლოგიკურად. რომ ნებისმიერი თუნდაც 70 წლის ადამიანი რომ შემოვიდეს, მარტივად მიაგნოს სასურველ ნიუც თუ პროდუქციას. მაგრამ ნუ ამაში რა თქმა უნდა search-იც დიდ როლს თამაშობს რა. კი. საიტზე search-ი ყველგან გვაქვს. ასევე ვაკეთებთ საიტების SEO ოპტიმიზაციას, ანუ ტექნიკურ ოპტიმიზაციას, რომ ბოტი რო შემოვა Google-ის ან Bing-ის, მარტივად დაასკანერო საიტზე რა ხდება, რა პროდუქციებია და ეს ყველაფერი შეინახოს თავის ბაზაში. გასაგებია. კიდე მაინტერესებს ესეთი რაღაცა რა, როგორ უწყობს თქვენი კომპანია ხელს მცირე და საშუალო ბიზნესებს? აი რამე ვთქვათ პროგრამა თუ გაქვთ სპეციალური მათთვის და როგორ შეიძლება რომ Plexigoni მათთვის გახდეს ძალიან ესეთი რა, საინტერესო და მიმზიდველი? კაი შეკითხვა არის. ჩვენ გვართ რამდენიმე ორგანიზაციის პარტნიორები, საკმაოდ დიდების, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დაფინანსების აღებაში დავეხმაროთ. თუ საინტერესო პროექტი არის. რა ვთქვა, თუ პროექტი ჯდება რაღაცა X თანხა, ამ ნახევარი X თანხის ნახევარს დააფინანსებს ორგანიზაცია და ამ შემდეგ ასევე სხვა ქართულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობთ, რომლებიც აფინანსებენ რაღაც დიდ პროექტებს და მაგ მიმართულებით ვეხმარებით.
რაც შეეხება უკვე სხვა კომპანიებს, ძალიან გვიყვარს ხო პირადად მე ძალიან მიყვარს სტარტაპებთან მუშაობა, როცა რაღაც ახალი შემოდის ბაზარზე და სტარტაპულად უყურებენ, მან უკვე მე თვითონ ვცდილობ რომ მე თვითონ დავიხმარ რაღაცეებში, თუნდაც price cut-ი გავაკეთო, რაღაც ფასდაკლება გავუკეთო, რომ აი ეს პროექტი გამოვიდეს ლაივზე და ცადონ თავიანთი ბედი ბაზარზე რა ასწავს და როგორ იქნება. ლევან, რა გამოწვევებს აწყდებით ქართულ e-commerce-ებში, რა ძირითადად რა რჩევებს მიცემდით ასევე რა, ესეც ძალიან საინტერესოა. რა უნდა გაითვალისწინონ და რას მიაქციონ ყურადღება? თვითონ ბიზნეს ოუნერებს ვეთყოდი. როგორ გითხრა, იმდენთან გვაქვს ურთიერთობა უკვე ყოველდღიურად, რომ უკვე ვიცით ბევრი ამ პროექტის pain point-ი რა იქნება და ვცდილობთ, რომ ამას გავუსვან ხაზი. ამ რავი წლების განმავლობაში ძალიან იშვიათია, რომ დამკვეთი მოვიდეს ჩვენთან და ზუსტად იცოდეს რა უნდა. და დამკვეთების უმეტესობა არ აქცევს ყურადღებას მარკეტინგს. იმდენ tools თავაზობთ ჩვენ მხარეს, იმდენ რაღაც ავტომატიზაციას გაკეთებას, email კამპანიების ავტომატიზაციის tool-ებს, ანუ ეს ყველაფერი შეგვიძლია გავაკეთოთ, მაგრამ ამას ითხოვს დამკვეთების 5% დაახლოებით. დანარჩენ 95% უნებს რომ მოდი ეს გააკეთეთ, მოდი ეს Hotjar დავაინტეგრიროთ, ან Klaviyo დავაინტეგრიროთ, Analytics დავაინტეგრიროთ, Pixel დავაინტეგრიროთ, მომხმარებელი რომ შემოვიდეს შენთან საიტზე, მე იმას Facebook-ზე აიდენო და შენი რეკლამები გაუშვა, მაგრამ რატომღაც არ ითვალისწინებენ უმეტესად ამას და თავს არიდებენ ამიმართოთ გახედოს და შეცდომას რაც უშვებენ არის რომ დამკვეთების უმეტესობას გონია რომ როდესაც ვებს ააწყობ ეს არის მან დასრულდა ყველაფერი და ვებმა უნდა იმუშაოს, თუმცა ეს მასე არ არის, ავიწყდებათ რომ ვები არის უბრალოდ თული და ამ თულამდე რომ მოვიდეს უნდა დახარჯო თუნდაც ფინანსები გარე რეკლამაზე, გარე კომუნიკაცია, ონლაინ, ოფლაინ კომუნიკაციაზე, რომ მომხმარებელს მოანდომა რომ შენამდე მოვიდეს და რაღაც სერვისი ან პროდუქტი შეიძინოს. ხო, რა თქმა უნდა რა. ანუ მე რომ მიყოლა უნდა ამ ყველაფერს და სერიოზული რაღაცა ყურადღების მიქცევა და ძალიან დიდი ყურადღება ჭირდება. აი თუნდაც ქართული e-commerce გიგანტები ვინც არიან, იმათ რომ დავაკვირდეთ, ანუ ობიექტურად დავაკვირდეთ. ალბათ ყოველდღე რაღაცა მეილი მოვიდეს მათგან, რომ ახლა ამაზე არის ფასდაკლება, ახლა ამაზე არის ახალი კატალოგი შემოვიდა ჩვენთან მოვიდავალ, ანუ ძალიან აქტიურობენ მაგიმართულები და სხვა კომპანიები არ აქტიურობენ. თითქმის არ აქტიურობენ. და მაგას ვეუბნებით, რომ მოდი ეს გამოიყენე, მოდი MailChimp-ს დაგინტეგრირებ, რომ მომხმარებელი ვინც შემოვიდა აქ, ავტომატურად აღმოჩნდება MailChimp-ის სეგმენტში და იქ ვინც ჩაიყრება, შეგიძლია მე უგზავნო და უგზავნო რეკლამები. ამებს ვეუბნებით და ხო, ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია რა ეს დეტალები. იმიტომ რომ ერთხელ რომ მოვიდა მომხმარებელი შენთან, თავი უნდა შეახსენო რაც შეიძლება ხშირად. სანამ unsubscribe-ს არ გააკეთებ. კი ბატონო, მას. უკვე აღარ შეიძლება. თქვენ მომსახურებაში იდეაში გადახდების ინტეგრაციებით შედის ხო რა თქმა უნდა რა. კი, ჩვენთან შედის ძალიან ბევრი რამის ინტეგრაცია. დაწყებული გადახდები თითქმის ყველა ბანკთან. ნუ განვადებაც ალბათ. განვადებები მაგასთან ერთად. გვაქვს ასევე საბუღალტო ინტეგრაციები, რომ შეგვიძლია რომ შემოვიდა საბუღალტო სისტემაში ავტომატურად აისახოს და იქ თუ ფასი შეიცვალა აქედანაც ავტომატურად წამოვიდეს, ანუ სტოკის კონტროლი ესეთი დეტალი. მაგებს ფასდაკლებიც რომ საბუღალტო სისტემით წამოვიდა მაგის ინტეგრაცია, email კამპანიებზე რეგისტრაცია, თქვა MailChimp-ზე რო წავიდეს მაგასაც ვაკეთებთ. ანუ SMS ინტეგრაციები, delivery-ის ინტეგრაციები, ანუ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენ დავეხმაროთ მომხმარებელს, რომ რაღაც პროცესების უმეტესობა იყოს ავტომატიზირებული. თუმცა საბუღალტო სისტემებზე ინტეგრაციას თავიდან მაინც ვარიდებ თავს, თუ დამწყები კომპანია, რადგანაც საკმაოდ ძიმე არის ამის გაკეთება კონტროლი და აი როდესაც უკვე scale-ზე ადიან, მე უკვე 100% ვეუბნებით, რომ უკვე დრო არის რომ გააკეთო. ხო, აუცილებლობა უდგებათ ასე ვთქვათ. კი, რომ აი ხო თუ მანამდე მიქონდა დღეში 9 საათი, ახლა შეიძლება დღეში 4 საათი წაიღოს ამის მენეჯმენტი გაატანა შეკვეთების და მოდი ეს დავაავტომატიზიროთ, რომ ეს დრო გამოითავისუფლოს, სხვა რამე შეგა გადაამისამართო. გასაგები. ლევან, თუ შეგიძლია ერთი кейსი რომ მოგვიყვე, სადაც Plexigon-მა ძალიან დიდი როლი ითამაშა კომპანიის წარმატებაში რა. ასეთი არის ჩვენი Hilo online ფსიქოლოგთა პლატფორმა, სადაც შეგიძლია შემოხვიდე ფსიქოლოგი დაჯავშოთ. ვიცი, პლატფორმა. საკმაოდ კარგი პრეისტორია აქვს მაგას. ჯერ არ გამომიყენებია, მაგრამ ვიცი. საკმაოდ კარგი პრეისტორია აქვს, იმიტომ რომ ჩვენთან რომ მოვიდნენ ანა და ანკა რომ მოვიდნენ ჩვენთან, უკვე ჩემი პარტნიორები. მომითხეს ამ მედიაზე რომ ეს გვინდა გავაკეთოთ და მოვუთხარი რომ მსგავსი რამ არ გამიკეთებია, საკმაოდ რთული არის გაკეთებას უნდა, ან ტექნოლოგიურად იყო ძალიან რთული.
და მოდი დავაექსპერიმენტებ ჩემით ბეტა ვერსიას გავაკეთებ და თუ გამოვიდა ეს ბეტა ვერსიას რაღაცა თუ იმუშავა მე ავიღებ შეკვეთას თქო ოკეი დავაექსპერიმენტე ძალიან უხეში ვერსია იყო პირველი დაახლოებით ერთ კვირაში გავაკეთე ჩემით ანუ დავჯექი მე თვითონ დავჯექი გავაკეთე იმუშავა ბეტა ვერსიამ სატესტო ჯავშანი გავაკეთეთ ავტომატური შეხვედრების მული დაგენერირდა მეილზე მოვიდა ორივესთან რომ აქ ბუმზე შედა ამ ყველაფერმა იმუშავა თავის გადახდებიანად და ნუ ოკეი რაც შემიძლია ეს პროექტი გავაკეთო და რაც გაუშვით უკვე რამდენიმე თვე რაც გაეშვა ეს პროექტი უკვე რამდენიმე 1000 ადამიანს დაჯავშნა უკვე სერვისი საკმაოდ ისეთი არის ანუ კარგად გამოვიდა დაახლოებით 50-მდე ფსიქოლოგი ყავს უკვე პლატფორმაზე რომელსაც ინტეგრირებული აქვს თავიანთი კალენდრები ვისთან აქვს შეხვედრა როგორ აქვს ავტომატური გადახდის სისტემა რომ როცა საიტზე გადაიხდი თანხას შენ გერიცხება შენი თანხა როგორც თერაპევტს და მე მერიცხება საკომისიო ანუ ბუღალტერიც კი არ გამჭირდება ამ შუამავალ პოზიციაზე და ეს ყველაფერი გავაკეთეთ ძალიან კარგად მინიმალისტურად MVP არის საკმაოდ ძლიერი MVP იყო და გახდა უკვე საკმაოდ კაი პროდუქტი თავის ინტეგრაციებით, email კამპანიების ინტეგრაციით, კიდე რა გავაკეთე რაღაცა სტატისტიკური ანალიტიკის ინტეგრაციებით და დაახლოებით ნახევრის წინ უკვე 150,000-იანი დაფინანსება მოიპოვა მაგ პროექტმა. ძალიან მაგარია. და საკმაოდ საინტერესო იქნება. აი, მაგ პროექტზე ერთ კითხვას დაგისვამ რა და ძალიან საინტერესოა რა თქმა უნდა თუ საიდუმლო არ არის. უფრო მეტი შეკვეთა საქართველოსდან არის თუ ემიგრანტებიდან არის? 50-50-ზე ასე ვიტყოდი. მართლა. და ძალიან აქტიურობს ამერიკა. ამერიკაში ყოფილი მოსახლეობა. ანუ ქართველები. ქართველები. ძალიან მაგარია. ანუ წინას დავათვალიერე და უკვე 20-ზე მეჯერ ქონდა ერთ ადამიანს დაჯავშნილი სერვისი ამერიკიდან. 20-ზე მეტი არის ძალიან დიდი ციფრი. ძალიან მაგარია. ამ ბოლო თვეებში 20-ში დაჯავშნი ფსიქოლოგს და ელაპარაკები ონლაინ, გადაიხდი, არის საკმაოდ კარგი ტრეკინგ რეკორდი რო თქვა რომ კაი რაღაც გამოდის. ძალიან მაგარია. როგორ ხედავ ქართული e-commerce ბაზრის განვითარებას და პოტენციალს რა, აი თქვა რა ნიშები არის, სად შეიძლება ზრდა და აი მოდი ამ დეტალებზე ვილაპარაკოთ. ქართულ ბაზარს ვაფასებ საკმაოდ პოზიტიურად. მგონია რომ ჩვენი ბაზარი კიდე და კიდე უფრო გაიზრდება. ნიშანი მაგისი არის რომ საკმაოდ დიდი გავლენა აქვს უკვე უცხოურ გიგანტებს საქართველოს ბაზარზე. თუნდაც აი თემუ რო აიღო, თემუზე შოპინგობს საკმაოდ დიდი პროცენტი საქართველოს მოსახლეობის. რაც იმას ნიშნავს რომ მოხმარებას ქართულ მოსახლეობას აქ იმისი უნდა რომ ონლაინ იყიდოს რაღაც და გადაიხადოს. მთავარია რომ ეს დანარჩენი მოთამაშეები ვინც არიან ბაზარზე, დიდებს არ ვამბობ აი პატარები ვინც არიან, იმათმა ხელი შეუწყონ ამ ყველაფრის განვითარებას და შეეცადონ რომ ის ბაზარი რაც დაიკავა უცხოურმა გიგანტებმა ეს შეავწონ თავიანთი ბიზნესით. გასაგებია. ლევან, სამომავლო გეგმებზეც მოდი ორი სიტყვით მითხარი რა გეგმები გაქვთ, რა თქმა უნდა თუ ისეთი რა კონფიდენციალური არ არის და ნუ როგორ აპირებს თქვენი კომპანია კიდე წინსვლას და განვითარებას რა. სამომავლო გეგმები არის შემდეგი რომ აქამდე ვიყავით სუფთა ტექნოლოგიური IT კომპანია რა, ანუ ჩვენთან მოდიხარ ტექნიკური დავალებით აი თქვა მოდიხარ ჩვენ მეუბნები ლევან მინდა ეს საიტი ეს არის ტექნიკური გეგმა ჩვენ მაგას ვაკეთებთ და მაგის ზემოდან უბრალოდ რჩევებს ვიძლებთ ხომ მოდი ეს სხვა გავაკეთოთ რაღაც ეგრე მოვდივით და რასაც უმეტესად იყო რომ პასიურობდნენ ან არ იღებდნენ ასე შემდეგ და აი გვინდა რომ ეგ ნაწილი ჩავანაცვლოთ რა მხრივ აი თქვა მაგალითად ჩვენთან მოვიდა e-commerce-ის ტიპი უთხრათ რომ საიტს გაიკეთებ ასევე თუ გინდა რომ საიტმა კარგი ტრეკინგ რეკორდი დაგიდოს და გაამართლო ინვესტიცია რაც ჩვენ გადაგვიხდი მოდი გავაკეთოთ MailChimp-ის ინტეგრაცია, email კამპანიები ავაწყოთ ავტომატურად, თქვა მომხმარებელმა ერთ პროდუქტი რო შეუკვეთა, 3 დღეში მიუვიდეს მეილი რომ აბა შეაფასე როგორი იყო, ერთ კვირაში შეახსენოს რომ კიდე ხო გინდა რაიმე სხვა სერვისი შეყიდონ საპროდუქტს ყიდვა და ეს კამპანიები წინასწარ დაუწყოთ ყველა ბიზნესს ცალ-ცალკე და ეს ნაწილი რაღაც ნაწილი დავაავტომატიზიროთ რომ ის იმისი რაც განახორციელებს საიტის გადახდაზე, ანუ საიტის შეძენით ჩვენ რაღაც გააკეთებს, ნახოს რომ ამას ამოიღებს, იმიტომ რომ ეს ნაბიჯები უნდა შეასრულოს. და ასევე გვინდა წავიდეთ მიმართულებით, რომ აი აქამდე თუ უბრალოდ გავცემთ ეკომერს, ასევე რომ თქვა კლავიო, ჰოჯარი რაღაც გასართულებით ჩავაინტეგრიროთ, უკვე მოვთხოვოთ, რომ ამას ვაინტეგრირებთ და იცოდე და ეს იქნება საჭირო თქვენგან. ხო ფაქტიურად
გამოდის რომ კლიენტი გარდა იმისა რომ რეალურ პროდუქტს იღებს, ასევე იღებს თქვენგან რაღაც ბონუსად კონსულტაციას რა, რომელიც ასევე იდეაში ფასიანი სერვისი უნდა იყოს რა. კი. აქამდე ძალიან იშვიათად ვაკეთებდით ხოლმე. თვითონ დამკვეთ უკვე თქო და მაგ შემთხვევაში ვაკეთებდით, მაგრამ ახლა გვინდა რომ უკვე სერვისში ვიყავოთ ეს ყველაფერი და თუნდაც ასევე ვაკეთებდით საჩუქრად მარტივ SEO დიაგნოსტიკას და მარტივ SEO რეპორტინგს რამოდენიმე დამკვეთისთვის უბრალოდ უგზავნით ხოლმე აი ეს შენთან საიძეს ეს ხდებოდა, მოდი გადახედე თუ რამე ცვლილება გინდა შეიტანე და რჩევების სახით მივცემით ხოლმე, როგორც ძალიან იშვიათად რა, მაგრამ გვინდა რომ ახლა ეს გავხადოთ უფრო ავტომატიზირებული, ჩაბეშტილი, იმიტომ რომ ჩვენი სერვისი არ არის იაფი, პირდაპირ ვიტყვი კონკურენტთან შედარებით და გვინდა რომ იცოდნენ რომ ჩვენთან თქვა თუ იწყებ მუშაობას ჩვენთანაც გექნება სამუშაო რომ ეს ყველაფერი ამ ყველაფერმა კარგად იმუშაოს. ანუ მარტივად რომ საით გაიკეთოთ არ გვინდა რომ იყოს, გვინდა რომ რაღაცა ნუ გაცილებით უფრო იმაზე მეტი მიცეთ კლიენტს ვიდრე უბრალოდ საიტის გაკეთება რა. და გვინდა რომ ეს ჩვენი სინქრონული მუშაობა იყოს საკმაოდ მომგებიანი მისთვის და დავეხმაროთ ჩვენთან მოსმენს რომ მის ბიზნესი გაიზარდოს. ლევან და ბოლო შეკითხვა მაქვს, აი პროცენტულად ზოგადად ყველაზე მეტი კლიენტი რომელი ქვეყნიდან ყავთ? საქართველოდან. საქართველოდან. გასაგებია. დაახლოებით 80-20 არის საქართველოდან. გასაგებია. კაი, ლევან, ძალიან დიდი მადლობა და მინდა რომ ბევრი წარმატება გისურვო. ასევე თქვენს და e-commerce ასოციაცია საქართველოს. კაი, მადლობა.